9 აპრილი ახლოვდება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი. რა გეგმები აქვს საზოგადოებას 9 აპრილის აქციის საორგანიზაციო ჯგუფმა განცხადება გაავრცელა. თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. 1999 წლის 9 აპრილი არის დღე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მორალური ღერძი, ღირსება და თავისუფლება. საერთოდ კივილისა და გამარჯვების დღე. გამარჯვების, რომელიც საბჭოთა რეჟიმის ფონზე შეუძლებელი ჩანდა და ხალხის ერთობამ და სიმტკიცემ რეალობად აქცია. სიმბოლური იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს, რამაც ორმაგი დატვირთვა მისცა ამ ისტორიულ თარიღს. ბრძოლა თავისუფლებისთვის არ დასრულებულა. ეს არის ამონარიდის საორგანიზაციო ჯგუფის ტექსტიდან. ამ წუთებში რუსთაველზე საზოგადოება იკრიბება, დაგეგმილია ვიდეო ჩვენება, ამაღამ იქნება ღამის თევა, როგორც ყოველთვის 9 აპრილის ღამეს გამთენიისას მემორიალთან ბუნებრივია დილის 4 საათზე კი იქნება პანაშვიდი. მთელი დღის განმავლობაში ხვალ საღამოს 20 საათამდე იქნება მსვლელობები, მემორიალთან პატივს მიაგებენ დაღუპულებს, 20 საათზე კი იქნება შეკრება პარლამენტთან. ნინი ბალანჩივაძე ჩაგვერთვება ახლა ადგილიდან და უფრო მეც გვეტყვის. 9 აპრილის მემორიალთან ვიმყოფებით, ახლა ჩვენ სადაც მოქალაქეები ეტაპობრივად დაიწყებენ უკვე შეკრებას და ისინი პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას. აქ მთელი ღამის განმავლობაში მოვლენ დღეს დაღუპული გმირების ოჯახის წევრები, აქ მოვლენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი არის, ტრაგედიული არის თარიღი 1989 წლის 9 აპრილის, სწორედ როდესაც რუსულმა არმიამ სასტიკად დაარბია რუსთაველის გამზირზე ანტისაბჭოთა აქციის მონაწილეები, დემონსტრანტები, მომიტინგეები, რომლებიც შეეწირნენ სწორედ სამშობლოს სიყვარულს და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ დღეს და სწორედ გმირთა ამ გმირების ხსოვნის პატივსაცემად მთელი ღამის განმავლობაში იქნებიან დღეს აქ მოქალაქეები. ასე იყო ყოველთვის, ასე არის, ისინი მთელი ღამის განმავლობაში აქ იკრიბებიან ხოლმე და მე ახლა მაყურებელს შევთავაზებ კადრს, თქვენ კადრში ხედავთ 9 აპრილის გმირთა მემორიალს, სადაც ცოტა ხნის წინ მოვიდნენ საქართველოს მოქალაქეები, მათ შეამკეს მემორიალი ყვავილებით, ასევე სანთლებით და ისინი იხსენებენ ამ ტრაგიკულ დღეს, ამბობენ რომ ორმაგი დატვირთვა აქვს ამ დღეს ჩვენთვის. ერთი ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, მძიმედ გასახსენებელი, ვინაიდან საბჭოთა არმიამ სასტიკი მეთოდებით გაუსწორდა საბჭოთა არმიამ საქართველოს მოქალაქეებს, გაუშვა გაზი, მოწამლა 400-ზე მეტი ადამიანი, დაიღუპა 21 გმირი და სწორედ ამ გმირების პატივსაცემად დღეს მთელი ღამის განმავლობაში, როგორც უკვე გითხარით, აქ შეიკრიბებიან მოქალაქეები და მეორეს მხრივ ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ამ დღეს აქვს კიდევ მეორე დატვირთვა და ეს დატვირთვა არის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. აქ როგორც უკვე გითხარით, იკრიბებიან მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. თათია მექვაბიშვილთან დავიწყებ საუბარს. აი ამ დღესთან დაკავშირებით და ისტორიულად რომ გავიხსენოთ რა ხდებოდა მაშინ, რა ხდება დღეს და დღეს თქვენ მთელი ღამის განმავლობაში, მათ შორის პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, დაღუპული გმირების ოჯახის წევრები აქ იქნებიან შეკრებილები. რა გაქვთ დღეს სათქმელი? 9 აპრილი არის მართლა სიმბოლური დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში, იმიტომ რომ მიუხედავად დიდი ტრაგედიისა, რომელიც ამ დღეს მოხდა, ქართულმა ხალხმა შეძლო რომ სახელმწიფოებრივი იდეის საფუძვლად ექცია ეს დღე. ჩვენ ვიცით რისთვის იბრძოდნენ აქ დაღუპული ადამიანები, რომელთა სისხლი დაიღვარა აქ, რომელთა სისხლი დაიღვარა რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში. ჩვენ ზუსტად ვიცით რისთვის იბრძოდნენ და რისი დატოვება უნდათ თავიანთი შთამომავლებისთვის. ამიტომ დღესაც იგივე ბრძოლა გრძელდება. ძალიან პარადოქსია, რომ დღეს 37 წლის შემდეგ ისევ გვიწევს ვამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი ერი და ჩვენ არ გვჭირდება, რომ გვერქვას რუსეთის უკანაესო. სამწუხაროდ ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ შეგვიქმნა ეს რეალობა, რომ გვიწევს ბრძოლა ისევ მტკიცება, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას, ქართველი ხალხი იმსახურებს მომავალს. ამიტომ აი აქ დღევანდელი დღე ეკუთვნის იმ ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს მომავალი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული ღირებულებები, ამიტომ ჩვენ ვიკრიბებით და აღნიშნავთ ამ დღეს ტკივილიან ტრაგედიას
ასევე აღნიშნავთ იმას, რომ ჩვენ ამ დღეს ამ ტრაგედიის შემდეგ შევძელით, რომ შეგვექმნა ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებელი, თავისუფალი და მას ვერავინ ვერ წაგვართმევს ნამდვილად. მადლობა თათია მექვაბიშვილს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში და ოპერატორს ვთხოვ ასევე კადრში გვანახოს ფოტო გამოფენა პარლამენტის წინ 9 აპრილს დაღუპული გმირების ფოტო გამოფენა მოეწყო. აქ იკრიბებიან როგორც უკვე გითხარით მოქალაქეები, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოვა დღეს ღამის განმავლობაში ადგილზე. დაგეგმილი არის მათ შორის საარქივო მასალების ფილმების ჩვენება და კიდევ ერთხელ საქართველოს მოქალაქეები გაიხსენებენ რა ხდებოდა 37 წლის წინ რუსთაველის გამზირზე, როგორ განვითარდა პროცესები და რა სასტიკი მეთოდები გამოიყენა საბჭოთა არმიამ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რასაც შეეწირა 21 ადამიანის სიცოცხლე. აქ მთელი ღამის განმავლობაში იქნებიან როგორც უკვე გითხარით საქართველოს მოქალაქეები შეკრებილები და მათ შორის აქ იგეგმება გამთენიის 4 საათზე პანაშვიდი აღევლინება სწორედ დაღუპული გმირების მოსახსენიებელი. მთელი ღამის განმავლობაში იქნებიან აქ მოქალაქეები და შემდგომ უკვე დილითაც რა თქმა უნდა ისინი დაელოდებიან ადგილზე. მათ თქვეს რომ არ მისცემენ საშუალებას ქართული ოცნების წარმომადგენლებს რომ აქ დაცვის გარეშე მოვიდნენ და საინტერესო არის ამ შემთხვევაში მაინც როგორ მოიქცევა ქართული ოცნება, ვინაიდან საზოგადოებას მე შევახსენებ როგორი იყო 2025 წლის 9 აპრილი, როდესაც ქართული ოცნების მაღალჩინოსნებიდან აქ არავინ არ გამოჩენილა. საინტერესოა ახლა მაინც გაბედავს თუ არა ოცნების გუნდი რომ მოვიდნენ 9 აპრილის მემორიალთან და პატივი მიაგონ 9 აპრილს დაღუპულთა გმირებს.